ზე ხმა შეიძერს ხო? ეს მეგონი ჯერაშ არაფერს დაკეთებდი აი გვერდზე რო ვაც ძიო მაგრამ ორივე გამოვშენთ არ ნემას დროშა ჩაკე აი შეტუდადე მაგრამ შეხარ მოგზანებელი დავიწყოთ თემლა საჭირო დავიწყოთ აგორებო უშინე მარინესტაშვილო თორ მეწამახონა შეიძლება ბოლომდე არ დავჭე მაგრამ წარდგენით წარვადგენ ჩვენს კოლეგებს და მათ მოხსენებებს ну აი ამ სალექციო ციკლის ფარგლებში რომელიც ესეთი ინტენსიურია ეს ჩვენი კოლეგები ქართული ფსიქოანალიტიკური სივრციდან მაია კერვალიშვილი დაიწყებს და შემდეგ გააგრძელებს ანკო პირველი საუბარს ისეთ საკითხზე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოანალიზში იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით რომ ფსიქოანალიზი მხოლოდ პაციენტის კლინიკური შემთხვევების და მხოლოდ ფსიქოპათოლოგიით არ შემოიფარგლება და ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი ფსიქოანალიტიკური კვლევის მეთოდი არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი ლიტერატურული ანალიზის დროს, ლიტერატურული ტექსტების ანალიზის დროს და ფროიდი იყო პირველი, ვინც ეს შემოგთავაზა და მის შემდეგ მთელი თაობები ფსიქოანალიტიკოსების და თქვენს დრო ერთ-ერთი ყველაზე ფსიქოლოგიურად ავტორი ქართველი წერალი ეს არის მიხეილ ჯავახიშვილი. მაია კერვალიშვილი ისაუბრებს დღეს მიხეილ ჯავახიშვილის ურღელზე, რომელიც არის მართლაც ფსიქოანალიტიკური მოთხრობა, ქართული ფსიქოანალიტიკური მოთხრობა და ანკო პირველი ილაპარაკებს ძალიან ღრმა და ძალიან მნიშვნელოვან ნაწარმოებზე ჯაყოს ხიზნები, რომელიც ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ხსენდა, რომ ჯაყო სხვადასხვა ფორმით ბრუნდება, იმდენად რამდენადაც ის როგორც ჩანს არაცნობიერში არსებული არქეტიპული ფიგურაა რამის. მაია კერვალიშვილი არის ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი, ფრანგული ასოციაცია ესპას ანალიტიკის ასოცირებული წევრი და ის ესე იგი ამ ასოციაციის ფარგლებში გადის პირად ანალიზს, სუპერვიზიას და კლინიკურ ფსიქოანალიტიკურ ფორმაციას და აგრეთვე პარიზ 8-ში ფსიქოანალიზის დეპარტამენტის ფარგლებში ის გადის მაგისტრატურას, რომელსაც მიმართულება სწავლების არის ლაკანიანური. ანკო პირველიც დიდი ხანია უკვე ჩვენი ასოციაციის ძალიან აქტიური წევრია და ის არის ესე იგი ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგი, ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი, ფრანგული ასოციაცია ესპას ანალიტიკის ასოცირებული წევრი, რომლის ფარგლებში აგრეთვე ისიც, როგორც ბევრი ჩვენთაგანი, მათ შორის ერთ დროს მეც და ამჟამადაც შეიძლება ითქვას, გადის ფსიქოანალიტიკურ ფორმაციას, რაც გულისხმობს სუპერვიზიას, რაც გულისხმობს პირად ანალიზს აგრეთვე და აქვს ორივე ჩვენს კოლეგას აქტიური კლინიკური პრაქტიკა. და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით, რომ ორივე ჩემს კოლეგას, მაიასაც და ანკოსაც მოუხადო მადლობა იმისთვის, რომ ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართული ასოციაციის ყველა აქტივობაში, მართლა ძალიან დიდი საქმეა სინამდვილეში ეს, როგორც ტექნიკურ, ადმინისტრაციულ, ასევე შინაარსობრივ საქმეებში და მოკლედ აი ამისთვის ვისარგებლებ და მადლობას ვუხდით მათ და სიტყვას გადავცემ მაია კერვალიშვილს. მადლობა გიგაწარდენისთვის. მოგესალმებით ყველას. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ხალბატონ მარინე ჩიტაშვილს, ფროიდის 170 წლის თავისადმი მიძღვნილი აღნიშნული პირეულის ორგანიზებისთვის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტს.
ჩემი დღევანდელი მოხსენება, მოგეხსენებათ ეხება მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ყურდღელს, რომელიც 1927 წელს გამოქვეყნდა. დღევანდელი მოხსენების ფარგლებში უფრო შევეხები მიხეილ ასათიანს, უშუალოდ ვიდრე თავად მოთხრობის ავტორ მიხეილ ჯავახიშვილს, რადგან აღნიშნულ მოთხრობაში აღწერილი შემთხვევა ასათიანის პრაქტიკიდან არის აღებული. ჩემ შემდგომ, როგორც გიგამ განაცხადა, მოხსენებას წარადგენს ჩემი კოლეგა ანკო პირველი, რომელიც მეც ისაუბრებს თავად ჯავახიშვილის გენიას. როგორც აღნიშნე, თავად ავტორი მიუთითებს წინათქმაში, რომ ეს ისტორია უამბო ცნობილმა ფსიქიატრმა მიხეილ ასათიანმა. მიხეილ ასათიანზე ყველამ ვიცით, რომ მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 1930 წელს ფსიქოანალიზის საბჭოთა კავშირში ოფიციალურად აიკრძალა, ცოტამ თუ იცის, რომ მიხეილ ასათიანი თავისი ფსიქოთერაპიული პრაქტიკის დროს ფსიქოანალიზს ეფუძნებოდა. კერძოდ 1909 წელს შვეიცარიაში მოღვაწეობისას ისე სტრესში ტრიალებდა და მუშაობდა ისეთი ადამიანების გვერდით, როგორებიც არიან კარლ გუსტავ იუნგი, ის იცნობდა ბლეილერს და ასევე მეგობრობდა საბინა შპილრეინთან. მან უკანასკნელმა უშუალოდ რუსეთში შეიტანა შემდგომი ფსიქოანალიზი. შვეიცარიიდან დაბრუნებული მიხეილ ასათიანი პაციენტების სამკურნალოდ აქტიურად იყენებდა ფსიქოანალიტიკურ მეთოდს და ის ერთ-ერთი იყო, ვინც საბჭოთა ფსიქიატრთა წრეებში აღვევდა ფსიქოანალიზისადმი ინტერესს. კერძოდ 1910-1914 წლებში მოსკოვში გამოდიოდა ფსიქოანალიზზე ორიენტირებული ჟურნალი ფსიქოთერაპია, რომლის ერთ-ერთი რედაქტორი მიხეილ ასათიანი გახლდათ. სწორედ ამ პერიოდში 1910 წელს მოსკოვის ფსიქიატრების შეკრებაზე მან წაიკითხა მოხსენება, რომელიც ისტერიული ფსიქოზით დაავადებულის ფსიქოანალიტიკური მეთოდით მკურნალობას ეხებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს შემთხვევა დაედო საფუძვლად ამ მოთხრობას. რაც შეეხება დღევანდელი მოხსენების გეგმას. თავიდან შევეცდები გადმოვცე თავად მოთხრობაში აღწერილი ისტორია, იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას მატრამვირებელ მოვლენაზე, შიგადაშიგ კი თეორიაზეც ვისაუბრებ. დავიწყე მოკლე აღწერით, რომელიც საკმაოდ მძიმეა. მოთხრობის მთავარი გმირი სიდონია ახალგაზრდა საკმაოდ ისტერიული ქალია, რომელიც საყვარელი ვაჟის 4 წლის ჟუანშერის გარდაცვალების თონზე ავითარებს ხანგრძლივ ფსიქოტურ ეპიზოდს. პაციენტს კი მკურნალობს ოჯახის წევრების მიერ მოწვეული ცნობილი პროფესორი, ნევროლოგი ფრიდონ დორაშვილი, რომლის სახელშიც არ შეგვიძლია არ ამოვიკითხოთ ფროიდის ალუზია. ფრიდონ დორაშვილი. ამ აღწერაში, რაც მნიშვნელოვანია, ვაჟი დედის ფავორიტი იყო. ეს უნდა დავიმახსოვროთ. შვილის სიკვდილს ამძიმებს ის ფაქტი, რომ დედა თავს იდანაშაულებს მომხდარში. რადგან სიცხიანი ბავშვი ძიზას დაუტოვა აგარაკზე წაღვერში, თავად კი საყვარელთან ერთად წავიდა ბაკურიანში. დაბრუნება კი საკმაოდ შეაგვიანდა, წასვლიდან მესამე დღეს დაბრუნდა. ამასობაში კი ბავშვს სასიკვდილო დაავადება დიფტერია განუვითარდა, შრატი დროულად ვერ გაუკეთეს, დედის არ ყოფნის გამო, რო დაიკარგა და დედა საბოლოო ჯამში ის ფატალური შედეგით დასრულდა და დედას ხელებში ჩააგდო. ბავშვის გარდაცვალების მომენტში სიდონიას კარგავს გონებას, გონს რომ მოდის გვერდით ოთახში ხედავს კუბოს. პირველი რასაც აცნობიერებს არის ის, რომ მისი შვილი მკვდარია და მის გარდაცვალებაში თავად მიუძღვის ბრალი. ციტატა მოთხრობიდან. ჯუანი მოკვდა. ელვასავით ჩაერჭყო ტვინში სიდონიას. მე მოვკალი, ჩემი ბრალია, მარტო ჩემი ბრალია, მაშასადამე, ციტატის დასასრული. სწორედ ამ მაშასადამეს უტრიალებს პაციენტის გონება და ეძებს გამოსავალს. აქ უკვე იწყება ჩვენთვის საინტერესო ანალიზი, თუ რა ფსიქიკური გამოსავალი იპოვა სუბიექტმა და რა ფასის გადახდა უწევს შედეგად. ანალიზის შევეხები ისეთ ფსიქოანალიტიკურ კონცეპტებს თუ საკითხებს, როგორიცაა შიდა ფსიქიკური კონფლიქტი, რომლის გადასაჭრელად ეგო ეძებს გამოსავალს, ტრანსფერი, რომელიც ყარდება პაციენტსა და თერაპევტს შორის და ინტერპრეტაციას, რომელსაც ტრანსფერში აკეთებს თერაპევტი. გლოვის საკითხი დედასთან, როცა საქმე ეხება შვილს, განსაკუთრებით კი ვაჟის შვილს,
დაპირისპირება ქალთან, დედობრიობასა და ქალურობას შორის და ბოლოს ანალიტიკურ აქტს, რომელსაც გარდატეხაში აქვს თერაპიაში. დავიწყოთ მატრამირებელი მოვლენის ეფექტის და ეგოს მიერ ნაპოვნი გამოსავლის აღწერით. სიდონიას ეგო ქალური უნების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას და თავდენ ბრალისხნობას ვერ უმკლავდება. დედის ნათქვამში საყვარელი ვაჟი მომიკვდა, ისმე მოვკალი, ჩემი ბრალია, საქმე გვაქვს არა რაიმე გამოცდილებასთან დაკავშირებულ აზრთან, სურვილთან თუ აფექტთან, რომელსაც დატოვებული აქვს ფსიქიკური კვალი, არამედ ტრავმატიზმის ძალით განპირობებულ ერთგვარ შეჯახებასთან, რეალურთან, ლაკანიანური გაგებით, რისი გადამუშავებას და ასიმილაციას შეუძლებელია. მისი ჩაწერა ვერ ხერხდება სიმბოლურში. ეგო ვერ აღადგენს შიდა ფსიქიკურ წონასწორობას, ამიტომ მიმართავს ისეთ კომპრომისულ გამოსავალს, რომელიც სუბიექტს ერთდროულად დაიცავს მატრამირებელი რეალობისგან, გაათავისუფლებს ორმაგი ბრალისხნობისგან და თან ამავდროულად გარკვეულწილად შეინარჩუნებს სუბიექტის ფსიქიკურ სტრუქტურას. სუბიექტი პოულობს გამოსავალს, არ აღიაროს შვილის გარდაცვალების ფაქტი. ამით ეგო ირჩევს ფსიქოზისთვის დამახასიათებელ დაცვის მექანიზმს რეალობის უარყოფას. მარტივად რომ გადმოვცეთ, ეგო დგამს ნაბიჯს საკუთარი მთლიანობის დარღვევისკენ, ის უარყოფს რეალობის ნაწილს იმისთვის, რომ მთლიანად არ განადგურდეს, ანუ არ გაგიშდეს, ან თავი რო არ მოიკლას, ორივე შემთხვევაში ეგო ნადგურდება. რეალობის ნაწილის უარყოფა როცა ხდება, შიდა ფსიქიკური მუშაობის შემდგომი ნაბიჯია ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება. ამ მიზნით ფსიქიკა ცდილობს ისეთი ახალი რეალობის შექმნას, რაც გამორიცხავს მაფრუსტრირებელი ფაქტორების არსებობას. როცა გმირი ამბობს მოთხრობაში, ჩემი შვილი ცოცხალია, ის წაღვერშია ახლა და ყვავილებს კრებს, ან მას მეორე ოთახში გძინავს, ან შვილი მე კი არა, ჩემი სარკის ანარეთს, სალომეს მოუკვდა, ჩემი ბავშვი კი ცოცხალია, ის აღარ განიცდის შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს. ამ შიდა ფსიქიკური სამუშაოს გაწევის შემდგომ დედას უკვე შეუძლია მშვიდად დაესწროს შვილის დაკრძალვას, რადგან ამ მოვლენას მასზე მოქმედების ძალა სრულიად დაკარგული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ აქ საქმე გვაქვს ისტერიულ პაციენტთან, რომელსაც ძლიერი ტრავმატიზმის შედეგად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ფსიქოტური ეპიზოდები, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თეორიული განსხვავება ნევროსსა და ფსიქოს შორის, რასაც ფროიდი გადმოსცემს 1924 წლის ნაშრომში ნევროზი და ფსიქოზი. წაიკითხავთ პასაჟს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ეგო გარე სამყაროდან იღებს მუდმივად განახლებად აღქმებს, რომლებსაც ის იგროვებს მეხსიერებაში და წარმოადგენს ეგოს შინაგან სამყაროს. ფსიქოზის დროს აღარც მიღება და შესაბამისად აღარც დაგროვება ხდება. მეტიც, შინაგანი სამყაროც კარგავს თავის მნიშვნელობას, მუხტს. ფსიქოში ეგო თავად ქმნის შინაგან და გარეგან სამყაროს. გარე სამყაროსგან დისოციაციის მოტივს საფუძვლად უდევს იმავე გარე სამყაროს მხრიდან სურვილის ძალიან სერიოზული ფრუსტრაცია, რომელიც აუტანებია. იმავე წლის ნაშრომში სახელად რეალობის უარყოფა ნევროზის და ფსიქოზის დროს ფროიდი წერს, რეალობისთვის ზურგის შექცევა ხდება ისეთი ნევროზის დროს, რაც ტრავმატული სცენით არის გამოწვეული, მაგალითად. დის სასიკვდილო სარეცელთან აზრი, რომ მისი ქმარი ჩემია და ვეღარავინ ჩადგება ჩვენ შორის განდევნილია და პაციენტს უვითარდება ისტერიული შეტევები. მაშინ, როცა ფსიქოზის დროს თავად დის გარდაცვალების ფაქტი იქნებოდა უარყოფილი. ფროიდის მიხედვით, ნევროსსა და ფსიქოს შორის სხვაობა საბოლოო შედეგშია. აქაც გიკითხავთ ამ უნარეთს. ნევროზის დროს რეალობის ნაწილისგან ხდება თავის არიდება, გაქცევის გზით, ხოლო ფსიქოზის დროს კი მისი რემოდელირება, უпростоრად ფსიქოზის დროს რეალობიდან გაქცევა ხდება მისი რემოდელირების გზით. ნევროზი კი არ უარყოფს რეალობას, ის უბრალოდ აიგნორებს მას. ფსიქოზი კი უარყოფს მას, მის ჩანაცვლებას ცდილობს. ფსიქოზის დროს ქცევა ხდება ალოპლასტიკური. უნდა ვიცოდეთ, რომ ფსიქოზის შემთხვევაში პირველი ნაბიჯი ალოპლასტიკური გულისხმობს იმას, რომ ფსიქოტიკი შინაგან სამყაროს კი არ ცვლის, გარემოს ცვლის, უпростоრად გარემოს აღქმას.
უნდა ვიცოდეთ, რომ ფსიქოზის შემთხვევაში პირველი ნაბიჯი, ანუ რეალობის უარყოფა არის პათოლოგიური და იწვევს დაავადებას. ნევროზის შემთხვევაში კი მეორე ნაბიჯი, ანუ განდევნის ბოლომდე ვერ განხორციელება იწვევს დაავადებას. ფროიდი ამ ნაშრომში ასევე საუბრობს იმ ფასზე, რასაც პაციენტი იხდის. ანუ რემოდელირების მექანიზმის არაეფექტურობაზე, ნაბიჯზე, რასაც დაავადებამდე მივყავართ. მკითხველობ პასაჟს. ახალი რეალობის შექმნა ხდება ძველი მოგონებების და მსჯელობების ხარჯზე. იმისთვის, რომ ეს ფონდი მუდამ განახლებადი იყოს, ფსიქიკა მუდმივ რეჟიმში ცდილობს შექმნას ახალი წყარო აღქმების. ამისთვის ის იყენებს ჰალუცინატორულ და ბოდვით კონსტრუქტებს, რომლებიც რეალობის ადგილზე ჩნდება. ეს არის 1924 წლის ნაშრომი რეალობის უარყოფა ნევროზის და ფსიქოზის დროს. ანალიზი გვაჩვენებს, რომ ბოდვის დროს რეალობის ბოდვითი კონსტრუქტით შევსება ხდება იქ, სადაც გაწყდა რეალობასთან ურთიერთობა, სადაც მოხდა წყვეტა, გახლეჩა. ეს ნაწილი შეივსო ბოდვითი კონსტრუქტით. ბოდვა არის მცდელობა რეალობასთან დაკარგული ურთიერთობის აღდგენის, განკურნების ფსიქიკური მცდელობა. აქ უკვე ნევროზი და ფსიქოზის ფსიქოში წერს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ტანჯვას და შფოთვას, რომელიც ამ პროცესის თანხლებია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდელირებულ რეალობას ყოველთვის რაღაც ძალები ებრძვიან. მას არ მოაქვს სრული კმაყოფილება. ახალი რეალობაც ვერ იღებს ნამაკმაყოფილებელ ფორმას. მოთხრობის მაგალითზე შემდეგნაირად გამოიყურება, როცა ფსიქიკა დაასრულებს რეალობის უარყოფის გზით სამუშაოს. წაკითხავთ ამონარისს. თეთრი სიდონია კი დაკარგული ბატივით დაბორიალებს და უდარდელად ღიღინებს. თან კურდღელს დაათრევს. ზოგჯერ ვაჟის ფოტოსურათებს მიადგება კედელზე, რომ ჩამოჰკიდათ ამას წინათ და დიალოგს გაუბავს. თან ჯუანის ნაცვლად თვითონვე იძლევა პასუხს. ხოლო ის, რომ მოდელირებული რეალობას არ მოაქვს კმაყოფილება, ამის დასტურია მოთხრობაში აღწერილი სეანსის ამონარიდი. აქაც წავიკითხავ ამონარიდს. თერაპევტი ეუბნება ექიმი. ჯუანშერი მიწაშია სიდონი, იქ კი მხოლოდ მისი ლანდია, ისიც ცივი, მშრალი, უსულო და უსისხლო. პაციენტი პასუხობს, თბილია, ძიაფრიდონ, თბილია, ჩემი ბიჭიკო. ამაზე თერაპევტი ეუბნება, თითქო თბილია 5 წუთით, როცა გულყრა მოკვდის. და ამ 5-10 წუთისთვის შენს წირავ შენს პირად სიცოცხლეს, მოვალეობას, ბედნიერებას, დედას, ქმარსაც და მეორე შვილსაც და შენს იტანჯები, მუდა ვიტანჯები. ვიტანჯები, პასუხობს პაციენტი. მეც ვიცი სიდონი, რაც ხდება შენს გულში, ცეცხლი გეკიდება, მართალია თუ არა? მეკიდება, მართალია. სეანსების აღწერაზე გადასვლამდე მნიშვნელოვანია შევეხოთ პაციენტის დამოკიდებულებას მოწვეული ექიმისადმი, ანუ ტრანსფერს, რომელსაც ის ავითარებს. ოჯახის მიერ მოწვეული პროფესორი პაციენტის მასწავლებელი იყო, როცა სიდონია მედიცინას სწავლობდა უმაღლესში. ის ცნობილი ნევროლოგია და სიდონიასთვის წარმოადგენს დიდ მეტრს. მიუხედავად ამისა, თავიდან პაციენტი გარკვეული ეჭვის თვალით და შიშით უყურებს სტუმარს. ამბობს, რომ სამკურნალო არაფერი აქვს და ნეგატიურ ტრანსფერს ავითარებს თერაპევტს. ექიმი პირველივე სეანსიდან ცდილობს დაარწმუნოს პაციენტი, რომ მის მხარესაა და სჯერამის. ნელ-ნელა სეანსიდან სეანსამდე პაციენტს თერაპევტისადმი ნდობა და მიჯაჭვულობა უყალიბდება. ფრიდონ დორაშვილი პაციენტთან მუშაობს ძირითადად ჰიპნოზის მეთოდით. თავად მიხეილ ასათიანი თავის მიერ გამოყენებულ ფსიქოთერაპიულ მეთოდს განცდათა რეპროდუქციის მეთოდს უწოდებდა. სომნამბულურ მდგომარეობაში, რომელშიც გადაყავს თერაპევტს პაციენტი ბრუნდება მატრაუმირებელ მოვლენასთან, იგი თხრობის და ჟესტების გზით გადმოსცემს იმ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ასევე პასუხობს ექიმის კითხვებს. ამ მუშაობის შედეგად ექიმი ახერხებს გარკვეული მოვლენების რეკონსტრუქციას. თუმცა ჰიპნოზს არანაირი შედეგი არ მოყვება. გამოღვიძებისას პაციენტი ისევ ფიქსირებულია მატრაუმირებელი მოვლენის პერიოდზე. მაგალითად, არ აღიარებს სეზონის ცვლილებას, ემიჯნება ყველა იმ ფაქტს, რაც შვილის სიკვდილს დაუდასტურებს, არ იკარებს მეორე შვილს. ბუნებრივია, თუ აღიარებს ზამთრის მოსვლას, იმის აღიარებაც მოუწევს, რომ ზაფხულის მიწურულს ბავშვი მოუყვება.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პაციენტი არ იშორებს სათამაშო კურდღელს, რაც მოთხრობის სათაური, რომელიც თან დააქვს მკერდზე მიხუტებული. ეს სათამაშო მისმა საყვარელმა ბიძინამ ბავშვს გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე აჩუქა. კურდღელი ამ შემთხვევაში ორმაგი მნიშვნელობის მატარებელია. ის სიმბოლურად გამოხატავს მის ვაჟსაც და საყვარელსაც. ერთდროულად ეხმიანება სიდონიას დედობრივ და ქალურ ნაწილს. კურდღელზე ჩაბღაუჭებით ის ებღაუჭება როგორც შვილისადმი სიყვარულს, ესე იგი დედობრიობას, ასევე საყვარელისადმი სიყვარულს, ანუ ქალურობას და ვერცერთს უშვებს. მაგრამ ამავე დროს კურდღელი წარმოადგენს კომემორიალურ ობიექტს, ანუ ნესტიკური კვალის სიმბოლოს, ობიექტს, რომელიც სიმბოლოს სიმართლის, მომხდარი ამბის, საიდუმლოს რეპრეზენტაციაა, რომელიც განდევნილ თუ გახლეჩილ ნაწილში ინახება. რადგან თერაპევტმა არ იცის სათამაშოს წარმომავლობა და მთელი ეს ისტორია ბოლომდე, ამ ობიექტთან დაკავშირებული მისი ინტერპრეტაცია მიზანს ხდება. ციტატა. შენი ჯუანი რომ ავად იყო, შენ გვერდით უწექი, მისი თავი დილამდე მკერდზე გედო. მართალია თუ არა, მართალია ძიაფრიდო. იქიდან გამოყვა, ამიტომ ან ეს კურდღელი უნდა ქონდეს ჩახუტებული, ან ხელი. თერაპევტმა ამ შემთხვევაში გააკეთა ვინიკოტისეული ტრანზიციული ობიექტის ინტერპრეტაცია. ეუბნება, რომ კურდღელი შვილის არ ყოფნას უმსუბუქლებს, კურდღელი რომ ყავს ჩახუტებული, შვილი ჩახუტებული ყავს. მაგრამ ინტერპრეტაცია ვერ ეხება ბიძინას საკითხს. შესაბამისად, თერაპევტის ეს თუ სხვა მცდელობა პაციენტის ეგოს გამთლიანების წარუმატებლად თავდება. სიდონია ყოველ ჯერზე ემიჯნება რეალურად მომხდარი მოვლენის აღიარებას და საშველად უხმობს თავისივე მოდელირებულ რეალობას. ამონარიდი. თქვენ გსურთ ჩამაგონოთ, ვითომ ჯუანი მომკვდარიყოს. თქვენ გსურთ ბედნიერ ზეციდან უბედურ მიწაზე ჩამომიყვანოთ. არ ვიცი კი, რისთვის? თერაპევტი პასუხობს. იქ კი შენგან მოგონილ ცაში, იქ არაფერია, სრულებით არაფერი, გარდა ვისე შენითვე შეთითხნილ სიცრუისა. იქ ჯუანია, ჩემი შვილია, უკვე იცრემლება დედა და მე იწყებს ბოდვას. ჯუანი ბაღში თამაშობს, წაღვერის ბაღში ზამბახებით კონა უჭირავს, ოღონდ ძალიან ცხელა, ზემარ დააკტრას ბიჭიკოს. აქ არაფერიც არ მომხდარა. იმისთვის, რომ ინტერპრეტაცია მიმუშაოს, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რაში ეხმარება სიდონიას ფსიქიკის მიერ ნაპოვნი გამოსავალი. გარდა შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტრავმატიზმისა, სახეზეა ორ ინსტანციას შორის კონფლიქტი. სუპერეგო აპელირებს ბრალის გზნობაზე, ის ეგოს ჩასახის. ის მოკვდა, შენი ბრალია, თავი უნდა მოიკლა. თავის გადასარჩენად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეგო რეალობის უარყოფის გზით ქმნის შემდგომ სიმართლეს. ის არ მომკვდარა, შესაბამისად ბრალი არ მიმიწვეს. ლაკანი გვეუბნება, რომ ანალიტიკოსის ინტერპრეტაცია უნდა შეეხოს არა მხოლოდ სიმართლის ერთ ნაწილს, არამედ იმასაც, რის გამოც გახდა საჭირო სიმართლის შესვლა ან გადაფარვა. ლაკანი მოუწოდებს ანალიტიკოსებს მუდამ აწონ-დაწონონ ამ არაღიარების გავლენები. ინტერპრეტაცია არ უნდა იყოს სიმართლის უხეში მიღლა, მან უნდა გაითვალისწინოს ის ეგზისტენციალური აუცილებლობა, რის გამოც სუბიექტი ამჯობინებს, რომ არ იცოდეს. აქედან გამომდინარე, როცა ანალიტიკოსი ეუბნება სიდონიას, შენი შვილი მოკვდა, ის ამით ტოვებს ხელშეუხებელს სიმართლის მეორე ნაწილს, ვერ რეცხავს ბრალის გრძნობას, ანუ სუპერეგოს იმპერატივი, შენი ბრალია და თავი უნდა მოიკლა რჩება. ამიტომაა მიუღებელი სიდონიასთვის ეს ინტერპრეტაცია და შვილის სიკვდილის დამადასტურებელი რეალობის აღიარება. თუმცა თერაპევტმა, როგორც გითხარით, თავიდან არაფერი უწყის იმ შესახებ, თუ სინამდვილეში რა მოხდა და რას ტანჯავს პაციენტს. სანამ თერაპიულ პროცესში სრულს დავინახავდეთ, გვერდს ვერ აუვლით დედასთან გლოვის თემას და ზოგადად შვილის მნიშვნელობას. ფროიდი 1917 წლის ნაშრომში გლოვა და მელანქოლია წერს, რომ გლოვა მოითხოვს დაკარგული ობიექტისგან ლიბიდური კავშირების გამოთხოვას. თუ ეს კავშირი ზედმეტად ნარცისულადაა ორგანიზებული, ანუ ობიექტი ეგოს ნაწილადაა აქცეული, გლოვა ფერხდება. ფროიდის ცნობილი ფრაზაა ობიექტის ჩრდილი ეცემა ეგოზე, რაც ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ადამიანი შინაგანად ინკორპორირდება და ვერ ხდება მისი რეალური დაკარგვის აღიარება. როცა ვაჟი
დედისთვის საკუთარი სურვილის, იდეალის ან ნარცისული გაგრძელების მატარებელია, ამ დროს მისი დაკარგვა ეგოს ნაწილად ქცეული ობიექტის დაკარგვაა. ასეთ შემთხვევაში გამოგლოვება შეუძლებელი ხდება. ისევ ლიტერატურული მაგალითი რომ ავიღოთ, ოთარაანთქვრივი შემთხვევაში თავად შვილის გარდაცვალების ფაქტით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დედა გაგიჟებულიყო. ეს იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ ილია ჭავჭავაძის ამოთხრობაში ოთარაანთქვრივის ქალურობა მთლიანად დედობრიობისკენ იყო გადახრილი. რაც აშკარად არ არის ჩვენი გმირის შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვით, რომ სიდონიას ოთარაანთქვრივზე ნაკლებ უყვარდა თავისი ვაჟი. სიდონიასთან დედობრიობის პარალელურად მძლავრობს ქალურობაც. მოთხრობიდან ვიცით, რომ ის უარს არასდროს ამბობს არშიყობაზე და ექიმსაც თამადად უცხადებს, რომ 26-ისა ვარ და 26-ჯერ მაინც მიყვარდაო. 1933 წლის ნაშრომში ფემინურობაზე ფროიდისეულ ხედვით ქალის ოიდიპური კონფიგურაცია გულისხმობს ფსიქიკურ გადაადგილებას, რომლის დროსაც მამისა და ფალოსის ფანტაზმატიკური სურვილი შვილის, განსაკუთრებით კი ვაჟის, ყოლის სურვილში ტრანსფორმირდება. ამ სტრუქტურაში ვაჟი ქალისთვის სიმბოლური ფალოსის ფუნქციას იძენს და მის პირველად დანაკლის, ანუ კასტრაციას კომპენსირებს. აქედან გამომდინარე ჩნდება ფუნდამენტური კითხვა. თუ კი ვაჟი დედის სურვილის საყრდენია, როგორაა შესაძლებელი მისი დაკარგვის გლოვა? რამდენადაც გლოვა ობიექტის დათმობას მოითხოვს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა უბრალოდ დანაკარგთან, არამედ იმ ფსიქიკური ღერძის მოშლასთან, რომელზეც ქალის სურვილია აგებული. ფროიდი ცდილობს შეაჯამოს თავისი ხედვა ქალურობაზე ცნობილი ფრაზით, რა სურთ ქალებს. ფროიდის 1933 წლის ნაშრომში ფემინურობაზე და 1931 წლის ნაშრომში ქალურ სექსუალობაზე ამ კითხვაზე ერთ-ერთ პასუხად დედობა განიხილება როგორც ქალვის განვითარების ერთ-ერთი შესაძლო ფსიქიკური გადაწყვეტა. თერაპევტი ცდილობს სიდონიაში გააღვიძოს დედობრიობა, უფრო ამისკენ გადახაროს, მეორე შვილის მოშველიებით, როცა ეუბნება. დედას რომ შვილი მოუკვდება, დამარხავს, იტირებს, იგლოვებს და შემდეგ ისევ თავის გზით წავა. მეკითხები, რომელი გზითო, ამასაც გეტყვი. ამ ქვეყნად ჯირშო სიყვარულის გარდა არსებობს მოვალეობაც. მოვალეობა წინაშე ქრისა, მშობლისა, დანარჩენ შვილებისა, სამშობლოსი და მომავალი თაობისა. გაიგე, გესმის? დიდაქტიკურად უძღვება. მაგრამ არც ეს მცდელობაა წარმატებული, რადგან სიდონია არ არის მხოლოდ დედა, ის პირველ რიგში ახალგაზრდა ქალია, თავისი ნებებით და მერე დედა. მას ეს კონფლიქტი და აქედან გამომდინარე დანაშაულის განცდა ტანჯავს, რომელიც გამძაფრებულია დედის მოვალეობის პირნათლად შეუსრულებლობით. საქმე გვაქვს კონფლიქტთან ქალურობასა და დედობრიობას შორის. სიდონია ღალატობს ქმარს და არჩევანს აკეთებს ქალურობის სასარგებლოდ. მას შეუძლია ამის გაკეთება არა როგორც დედას, არამედ როგორც ქალს. მას შემდეგ, რაც შედეგად შვილი უკვდება, ამით არის ეს კონფლიქტი დუბლირებული დედასა და ქალს შორის. ტრაგედია მოხდა ქალსა და დედას შორის, ამიტომ სიდონიას თავის ბოდვაში შემოყავს თავისი სარკისებრი ანარეკლი, რომელსაც სალომეს არქმევს და ანიჭებს დედობრიობის ნაწილს, თავის დედობრივ ნაწილს. სალომეს მოუკვდა შვილი ჯუანშერი და მან უნდა გაუწიოს ედიშერს სოლობა და არა სიდონია. აქ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ფსიქიკურ კონფლიქტთან, არამედ მწერალი გვიხატავს დედას, რომელიც განადგურდა როგორც ქალი. თერაპევტი გამომდინარე იქიდან, რომ საყვარლის შესახებ არაფერი იცის, მუშაობს მხოლოდ შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტრავმატიზმის დაძლევას. გზა და გზა პაციენტს აქვს რამდენიმე წამოწდენა, რაც ეხმარება ექიმს. ციტატა. ჯუანს ჩამოყვანა დავუგვიანე და უცებ გაწყვიტა, თითქოს შიშის ელდა ეცაო, კინაღამ წამოსდა შრატის შეშხაპუნება. რა დაუგვიანე, ორივე ხელით წასწვდა ამ სიტყვას პროფესორი. არაფერი ისევ თქვი პასუხობს პაციენტი. და მერე ამატებს, ბატონო ფრიდონ, ბრალი ხო არ მიმიწვის, დანაშაული ხო არ ჩამიდენია. საბოლოოდ ექიმს პაციენტის ეს წამოწდენების სომნამბულურ მდგომარეობაში მონათხრობთან ერთად ბაკურიანში გატარებულ ღამეზე საშუალებას აძლევს სრულისურათი დაინახოს. კერძოდ, ტრაგედიის მიზეზი დაგვიანებული სამედიცინო დახმარება გახდა.
იმ დროს, როცა ჯუანშერ შრატი სჭირდებოდა, სიდონია საყვარელთან, ბიძინასთან შეხვედრით იყო გატაცებული. მაშინაც კი, როცა შვილის სიკვდილი მის კისერზეა, ის ვერ წყვეტს ამ კავშირს, ამ თერაპიის პროცესში წყვეტება თავის საყვარელს. შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ დანაშაულის გზნობას თან ერთვის ღრმა შინაგანი დისონანსი. სიდონია გახლეჩილია თავის დედობრივ მოვალეობასა და ქალურ სურვილებს შორის, რაც მის ტანჯვას კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ექიმის ამოცანაა ეს კვანძი გახსნას. პაციენტი ტრაუმული ტკბობიდან გლოვაში უნდა გადაიყვანოს, რაც ადამიანური ფსიქიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ტრანსფორმაციაა. გადავდივარ სწორედ ამ კვანძის გახსნას. თერაპიის მეოთხე თვეს გარდამტეხი მომენტი დგება. ექიმი გაზეთში შემთხვევით პოულობს სიდონიას საყვარლის ბიძინას ნეკროლოგს ინფორმაციას, რომ ბიძინა მოკლეს და ექიმი ხვდება, რომ სიდონიას მეუღლის ჩადენილია ეს. გაზეთის დახმარებით თერაპევტი მოახერხებს ანალიტიკური აქტის განხორციელებას, რომელიც ლაკანიანური ცნებაა და გულისხმობს ანალიტიკოსის გარკვეული ქმედებით ცვლილებების შეტანას პაციენტის ცნობიერებაში. ექიმი ახლა ცდილობს შთააგონოს სიდონიას შემდეგი. ექიმი ცდილობს შთააგონოს პაციენტს, რომ ბიძინამ მართი ურთიერთობა საქვეყნოდ გამოაშკარავა და ქალს სახელი გაუტეხა. ის მთელ პასუხისგებლობას დაგვიანებაზე და ბავშვის ტრაგიკულ სიკვდილზე ბიძინას აკისრებს და ამტკიცებს, რომ ეს კაცი სიკვდილის ღირსი იყო. თერაპევტი ამით არ კმაყოფილდება და სიდონიას არწმუნებს, თითქოს ბიძინა მან თერაპევტმა თავად მოკლა, რათა ქალისა და ჯუანშერის გამო შური ეძია. ის პაციენტს აიძულებს და იმახსოვრებს, რომ ორივე ბიძინას და ჯუანშერის მკვდრები არიან. ამ რეალობის დასადასტურებლად ექიმი პაციენტს აწვდის გაზეთს, რომელშიც მისი საყვარელი მამაკაცის ბიძინას გარდაცვალების შესახებ წერია. პაციენტი თვალებს იფშვნებს, თითქოს ღრმა ძილისგან გამოერკვა, კიდევ ერთხელ დაჟინებით ათვალიერებს ტექსტს. ანალიტიკური აქტის მეშვეობით თერაპევტი ერთდროულად ორ ფუნდამენტურ კონფლიქტს აგვარებს. პირველ რიგში ბრალის გზნობის განეიტრალებით ის ხსნის დაპირისპირებას სუპერეგოსა და ეგოს შორის, ხოლო მეორე მხრივ დანაშაულის საყვარელზე პროექციით აწონასწორებს ქალურობასა და დედობრიობას შორის არსებულ დისონანსს. ამ ორი შინაგანი კონფლიქტის მოხსნა სიდონიასთვის რეალობის აღიარების წინაპირობა ხდება პასაჟი მოთხრობიდან. ჩემი შვილი მოკვდა ძიაფრიდონ მიშველე და ორივე ხელით ექიმს ებღაუჭება გონმოსული დედა, თან კანკალებს და კივის. ჯუანი მოკვდა და თითქო მიწის გულიდან შადრევანივით ამოხეთქა 4 თვის დაგუბებულმა ნაღველმა და ვაებამ, გმინვამ და ცრემლმა, ურვამ და ხარხარმა. ამის შემდეგ კურდღელსაც აგდებს. იმის ნაჩუქარია, წაიღეთ, აიღეთ, კისერი მოუგრეხა, თავი მოსწყვიტა, გაგლიჯა, მერ დასაწვავად მისცა დედამის. ამის შემდგომ სარკეში ჩახედვისას უკვე თავის ნამდვილ სახეს ხედავს, თეთრ კაბას, რომელიც აქამდე ეცვა შავით ანაცვლებს და თავისი მეორე შვილის კატოს ალერსით ტკბება ასევე მეუღლისაც. და დასკვნის სახით დასკვნაზე გადავდივარ. მიხეილ ჯავახიშვილის კურდღლის ფინალური სცენა ლაკანიანური პერსპექტივით წარმოადგენს კლინიკურ მანიპულაციას, სადაც თერაპევტი მსაჯულის როლის მორგებით დიდი სხვის ფუნქციას ითავსებს, რათა სუბიექტი სიმბოლურ წესრიგში დააბრუნოს. ანალიტიკური აქტის მეშვეობით თერაპევტი სიდონიას აწვდის აღნიშნულ ბიძინას სახით, რომელსაც მთელი დანაშაული მიეწერება. ეს სიდონიას საშუალებას აძლევს გაემიჯნოს მკვლელის როლს და პასუხისმგებლობა გარე ობიექტზე გადაიტანოს. ამ სიმბოლური აქტით თერაპევტი ახდენს დანაშაულის რეორგანიზაციას პაციენტის ფსიქიკაში. გაზეთი კი გვევლინება სოციალურ მოწმედ, რომელიც ამ ახალ რეალობას სიმბოლურ ლეგიტიმაციას ანიჭებს. ამავდროულად სათამაშო კურდღლის როგორც ობიექტიას განადგურება და მისი ფეტიშისტური ფუნქციის მოშლა, რომელიც სიდონიას წარმოსახვით სამყაროსთან აკავშირებდა და ავსებდა მის შინაგან სიცარიელეს, განასახიერებს სიმბოლურ კასტრაციას, ანუ აღიარა შვილის დანაკლისი.
ამასთან სუბიექტი საბოლოოდ თავისუფლდება იმ ნარჩენისგან, რომელიც მას ბიძინასთან, აკრძალულ ტკბობასთან აკავშირებდა. კურდღლის დაწვა ნიშნავს იმ ცოდვილი ტკბობის კვალის წაშლას, რომელმაც გამოიწვია ტრაგედია. შედეგად სუბიექტისთვის შესაძლებელი გახდა საკუთარი თავი უკვე გლოვაში მყოფ დედად და შესაბამისად სოციუმის ნაწილად აღიარება. მედია დროშით შავეთ. მართლა ცოტა კიდეც მოგჩა. მადლობა მაია. მე მგონი რომ საერთოდ უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ორმაგად. პირველი ის რომ ქართულ ლიტერატურაში გვაქვს ესე იგი ნამდვილი ფსიქოანალიტიკური პროიდი და ფსიქოანალიტიკური პროცესის აღწერა და როცა ლაპარაკობენ ანაოზე, ემაზე, იგივე ბერტა პაპენჰეიმზე, ემაზე, ლუსი ქვია, რამოდენიმე 3-4 დიდი ისტერიის შემთხვევა, რომელიც აფუძნებს ფსიქოანალიზს, მეხუთე არის ეს შეიძლება ითქვას. მთელი ოღონდ ბევრად უფრო რთული კონსტრუქცია აქვს, აქ არის როგორც ქალურობა, როგორც მაიამ აღნიშნა, დედობრიობა, დანაშაული, მელანქოლიზაციის საფრთხე, ისტერიული ფსიქოზი, ბავშვის გარდაცვალება, შეიძლება ითქვას, რომ მე მიკვირს კიდეც როგორ არ ქონდა ფროიდს საკითხული ეს მოთხრობა და შეიძლება ქონდა კიდეც საკითხული, მაგრამ როგორც წესი ქართველ ავტორებს არაფერში სწყალობთ ფრედი და მიხეილ ჯავახიშვილი არ იქნებოდა გამონაკლისი ამ საერთაშორისო ცნობადობის თვალსაზრისით და მართლა აღმოჩენა არის შეიძლება ითქვას, მაიამ ეს გააკეთა რამოდენიმე წლის წინ ჩვენ სამკითხველო ჯგუფში ქონდა ამაზე ესეთი უფრო შინაურულად ლაპარაკი და მეორე რომ ჩვენმა ასოციაციამ დაუქვემდებარა ეს არა ფსიქოანალიტიკურ ანალიზს, ფსიქოანალიტიკური ასპექტები ამას არ აკლია, არამედ ამ პრიზმიდან დაგვენახა ეს შემთხვევა და საინტერესოა მაინც ფინალური ნაწილი, რაზეც ჩვენ გაამახვილა ყურადღება, როცა ესე იგი ეს ბიძინას ფიგურა ჩნდება, ნამდვილად ბრეიერის შემთხვევაა გავს ეს ძალიან ადრეული შემთხვევა ბრეიერის ფროიდთან ერთად, რომელიც უდაოდ საკითხული ქონდა ამ ავტორს, ან შეიძლება არც ქონოდა საკითხული, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილმა მოუხმა, ჩვენ ხარცით რა საუბრობთ. ასათიანმა ჯავახიშვილს რა საუბრები შეიძლება ქონოდათ, მაგრამ ამიტომ აქ ესეთი ზედმიწევნით ცოდნა არის. აი ეს მომენტი განსაკუთრებით, როცა რაღაც წამოწდება პაციენტს, ხო? ჩვენს დრო ანალიზის დროს მთელი დისკურსია, რომელსაც ჩვენ დიდათ ვერაფერში ვიყენებთ, მაგრამ არის ესეთი მომენტი წამოწდენის ფროიდი საერთოდ წიგნს უძღვნის ამას ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგიაში, რომელიც ანალიზში ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი ამას იჭერს ფრიდონ დორაშვილი, ანუ ფროიდი არც ეს იყო აქამდე ცნობილი ამ სახელში არის კონდენსირებული ვერსია ფროიდი ფრიდონ დორაშვილის ესე თქვა. არ ფრიდონით არ დავაყოლო დორაშვილიც მეუღლა. რა თქმა უნდა, თორე ფრიდონით საკმარისი იქნებოდა. ფაქტურად ეს არის ქართულად თარგმნილი ბრეიერის ანაოს შემთხვევა, ისე რომ მწერალმა ფროიდის სახელით თარგმნა ქართულად. და ბოლო ეს ანალიტიკური აქტის საკითხი, რომ მას შემოაგებს გაზეთი, როგორც რეალობის ვერდიქტი და ამავე დროს მთელი ეს ფსიქიკური წონა, რომ მიიღოს ამ ქალმა ეს რეალობა, ეს გახლეჩილი ნაწილიდან რომ შემოვიდეს ეს რეალობა, რა თქმა უნდა, მოხდება სრული დისოციაცია, ხო? ანუ ფაქტიურად საქმე გვექნება რაღაცა ძალიან ფსიქურ კატასტროფის წინაშეა, ეს კატასტროფა ჩერდება, როცა ისიგებს შვილის სიკვდილის ამბავს და გასაოცრად ეს ფრიდონ დორაშვილი რომ ისე სწორხაზოვნად წასულიყო, როგორც თავიდან იწყებს ამას, ალბათ გამოიწვევდა ჰიპოთეტურად რო ვთქვათ, ამ პაციენტის სრულ განადგურებით დასრულდებოდა ეს ანალიზი, იმიტომ რომ გააცნობიერა ქალოშენიშვილი მკვდარია, ქალოშენიშვილი მკვდარი, მაგრამ დაიხეთე ზამთარია, ოლია. და ეს კატასტროფის გზაზე დგას ფრიდონ დორაშვილი ამ პაციენტთან ერთად, მაგრამ მერე შემოდის ფიგურა, ბიზნეს ფიგურა, რომელიც არაფერ კარგთან არ შეიძლება იყოს დაკავშირებული გამომდინარე ისევ სახელზე რომ ყველაფერი ბრალდება ბიზნეს. ანუ მთელი ეს წნეხი, რამაც შეიძლება ესე გადატეხოს პაციენტის ფსიქიკური ცხოვრება, გადადის ფიგურაზე, რომელიც
ისედაც მკვდარია, ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლური ფიგურა ბიძინა იმდენად, რამდენადაც მკვდარია. ხო, ისე ხო, ესე იგი აქ არის მკვლელობის აქტიც, ну, ბოლოს ყველაფერი ძალიან სიმბოლურია, მე მგონი მაგ ნაწარმოებში, იმიტომ რომ ეს ესე ჩანს, რომ ეს არ არის რაღაცა ტრაგედია, როგორ ყველა ერთმანეთს ხოცავს და ვითარდება დრამა. უბრალოდ ჩანს, ხო, ჩანს რომ მკვდარია ბიძინა რა. ეს შემოდის მე როგორც მახსოვს ფრიდონი აკეთებს რეალობაში ინტერვენციას. კი, იმიტომ რომ ბიძინა ფანჯრებთან დგას, ხშირად სიდონიას ფანჯრებთან და ჩადის და ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ რა ქვია კაცს, რომელიც ისტერიული ფსიქოზით დაავადებულ ქალს აწუხებს. თავს არ ანებებს და ის უპასუხებს, რომ უსინდისო კაცია ესეთიო და წავა. რო წავა, გზად კლუბში შევლის და იმის გვარი მოკლავს. ანუ ესეთი საკმაოდ პატრიარქალური ნაწარმოებია, ხო? და ფროიდის ეს ისტერიის შემთხვევები, ყველა პატრიარქალური შემთხვევები, ფროიდი საიდან ასვნის ამას რომ ის ფაქტი, რომ უთხრა, რომ რომანის შესახებ საკმაოდ ცნობილია და გაზეთში. მაგრამ დაუწერის სადაც ციკლი არ დაასახალა. კი, უთხრა რომ ყველას მოსდო, ან ცუდი კაცია, ის ამისთვისაც სიკვდილს იმსახურებს და ამ დროს პაციენტი პასუხობს, რომ ხო, გეთანხმები. ანუ ჯერ გააბრაზა მასზე, მერე უთხრა რომ აი ესეთ რაღაცას რო აკეთებს, შენ შვილშიც ის არის დამნაშავე, ანუ უკვე ის იდეალიზირებული ხატი ბიძინას შეარყია ამითი, გააბრაზა მასზე და მერე უთხრა რომ ამის კადრებელი რო არის, შენი შვილის იმაშიც მას მიუწვის, რა თქმა უნდა, ბრალი რო დაგაგვიანა, ესეთი კაცია და ამაზეც ეთანხმება, რომ კი ის იმსახურებს სიკვდილს და მერე უთხრა რომ აი მე აღვასრულე ეს სამართალი, იმით რომ შური ვიძიე შენსგან. როგორც მამა. სიმბოლური მკვლელობა, იმიტომ რომ ბექინი ეუბნება, რომ მე მოვკალი, ეუბნება, რომ ვითომ წარმოიდგინე, რომ ეს მკვდარია. ფაქტობრივად ესე გამოდის, იმიტომ რომ ხო, ეს არის იმიტომ რომ წერალი ალბათ ვერა. იმიტომ რომ აქ ხომ არ არის რაღაცა განდევნილი, აქ არის არ ეხება საქმე განდევნას. ესე იგი, ეს ფრიდონ დორაშვილი მუშაობს ისე თითქოს ნევროზს ეხებოდეს საქმე, რომ განდევნილი გაცნობიერდეს. მაგრამ სინამდვილეში საქმე ეხება გახლეჩას და სხვა შორის ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევა, მე თვითონ ვარ მომსწრე ასეთი რამის, რომ დედამ დაკარგა ერთადერთი შვილი და მანამდე დედა 22 წლის იყო რომ დაქვრივდა და ეს ბავშვი დარჩა თვეების და ის ამ ბავშვს ზრდიდა და ეს ბიჭი რეალური ისტორია სწორები 27 წლის ასაკში გარდაიცვალა ავარიით. და დედას რომ მიუტანეს ეს ამბავი, პირველი რაც დედამ დაიყვირა, ეს იყო არა, ეს საშნელი ხმა და გული წაუვიდა. როცა მოვიდა ცნობიერება და უბრუნდა, საერთოდ ნიშანწყალი გლოვის აღარ ეთხოვდა, აბსოლუტურად არავითარ გული წაუვიდა და მე რომ გული წაუვიდა და რამდენიმე დღეს. ხო, გული წაუვიდა, ეს არისო აი ესეთი ფორმა რეალობის უარყოფის, ის იჯდა თავისი შვილის, ესე გარდაცვლილი შვილის მისვალებულის თავთან, მაგრამ ლაპარაკობდა არ ვიცი, ყველაზე ნაკლებად განიცდიდა ამ ამბავს იმ უამრავ ადამიანს შორის, ვინც მე მაშინ ხარ, ეს საზარელი სანახავი ყო, იმიტომ რომ არის რაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ დაექვემდებაროს რაიმე ფორმით რეპრეზენტაციას. და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფსიქიკა მიმართავს ესოდენ რადიკალურ ფორმას საკუთარი ნაწილის დაცვას. მე რაცელი, რომ ბოლოში მიუხედავად იმისა, რომ ის უარყოფდა რეალურ სიგნალს და წარმოგვიდგება იყო გასვეჩილი პიროვნებაც. ესე ვთქვათ, რომელსაც აბლალებდა ის, რომ შედაგები შვილი და მერაფერია გამოგატებს. ამის მიუხედავად ბოლოში ფრიდონი აკეთებს რაღაცას, რომ მას შემოყავს ბიძინას ფიგურა და ასე ვთქვათ, პაციენტის ნევროლიზაციას ახდენს თითქოს, როგორც ამქვი, იმიტომ რომ პაციენტი
რეალობას მას ნეუროფიქსაციის სიმბოლურს აქტიურებს სიმბოლურის რეგისტრს, აი ამ კვანტ სიმბოლურთან, რომელიც უკვე შესუსტებული იყო ამ პაციენტთან, ინაში ხო ვერ მოიხელხებდა, ვერანაირად შვილის გარდაცვალებას ვერ ამბობდა, რომ აი ეს ღმერთმა ისურვა თქვათ, ანუ ენაში ან სხვისი ბრალი იყო მერაშუაში ან რაღაცა. ამ შემთხვევაში ამ ფაქტის სიმბოლიზაცია მოახდინა ამითი, რომ ამაზე უკვე შეეძლო საუბარი, რომ აი ბიძინას ბრალი. ხო, ანუ ფსიქიკა რო ეძებს გამოსავალს, აი მარსისა და მე რა უნდა ვქნა, ორ გამოსავალს ხედავს მხოლოდ. ერთი არის თვითმკვლელობა, მეორე არის გაგიჟება და მესამე გზას ვერ ხედავს, რომ შეიძლება ეს ბიძინა დავადანაშაულო. აი ამ მესამე გზას აჩვენებს. ამავე დროს ეს კვლევების აქტია ამ პროტაგონისტებში ერთი უნდა გაიცილოს იმისთვის, რომ ეს არის განტევების ვაცი არის ბიძინა ამ შემთხვევაში, რომელიც იპოვა თერაპევტი. შეიძლება ბიძინას ამ კრიტიკა საერთოდ არ ქონია. ხო, ბიძინას ამ კრიტიკა არ ქონია საერთოდ. თვითონ უყვარდა და არ იმიწევდა ამ დანაშაულის მასზე გადამოლებისგან. კი, ამბობს თერაპევტს, რომ მიყვარს ბიძინა. და მაგის გამო მე მგონი არ იმედია საერთოდ საერთოდ ამის შესაძლებელი რომ შეიძლება აი საუდაბიდებს მისი თვითონ როგორც ხარ მოწყვეტილი ის სიგაში დავიწყებული რომ ბიზნესთან მასლები გამოცდილება მაგრამ ბიზნეს გამოცდილებასთან იყო დაკავშირებული ბავშვის სიკვდილი. ეხლა მომივიდა თავში დღეს ამზადების ემეს მედიაზე როცა ლაპარაკობს ლაკანიოს ამბობს რომ ნამდვილი ქალი არის მედია იმდენად რამდენადაც მედია იმის გამო რომ მისი ქალური ნარციციზმი იღებს ჭრილობას ესეთ მასიურ ჭრილობას ის შვილებს ხოცავს ერთ-ერთ ვერსიაში ევრიპედეს მედია ყოველ შემთხვევაში შვილებს ხოცავს და იმის რო შური იძიოს იასონზე და მედია ამბობს ლაკანი ამბობს რომ მედია ამით დედობრიობაზე მაღლადგება მისი ქალურობა არის და ამით ანგრევს მამაკაცს და ფაქტურად შეიძლება ამ ნაწარმოებში ესე იგი ეს არის მედიას შებრუნებული ვერსია იმიტომ რომ ქალურობის გამო ქალური სექსუალობის გამო ეს ქალი ისჯება როგორც დედა და მედია ქალური ესე იგი ნარცისტული ჭრილობის გამო რომელიც იასონმა მიახენა სჯის იასონს ესე იგი შვილების დახოცვა ფაქტურად ეს სიდონია ფრიდონ დორაშვილის პაციენტი იასონის ადგილას დგას აღასრულწეთრის. ხო, ნუ ერთ დავამატებ რომ კლინიკური თვალსაზრისით ჩემთვის მნიშვნელოვანი ის იყო ამ ნაწარმოებში რომ არ აგვერიოს მიუხედავად იმისა რომ პაციენტი შეიძლება ბოდავდეს და ჰალუცინატორული კონდეს ეპიზოდები თან დიდხნიანი არ უნდა აგვერიოს რომ ეს ფსიქოზია უკვე ფსიქოტური სტრუქტურის პაციენტი იმიტომ რომ ოლივიე დუვილმაც რომ მოგვიყვა ის მაგალითი აიაზე იმ გოგოზე რომელსაც ასევე ტრავმატიზმის შედეგად ჰალუცინაციებს ხედავდა ამ შემთხვევაშიც ის ნევროტული სუბიექტი იყო და ოლივიემაც დააბრუნა ის სიმბოლურში ანუ სიმბოლურ წესრიგში და ამ შემთხვევაშიც ეს პაციენტი თერაპევტმაც ირწმუნა რომ ის ნევროტული სტრუქტურის იყო და თუ ამ სიმბოლურ აქტს განახორციელებდა ის აუცილებლად დაბრუნდებოდა ამ რეალობაში ანუ ნევროტულ სტრუქტურაში თორე ის თუ ფსიქოტურ გარზე იქნებოდა თავიდანვე შეიძლება არც ემუშავა რა თქმა უნდა სავარაუდოდ ეს ხალხი ფსიქოტიკი თავისი სტრუქტურით და არა კლინიკით რომელიც განავითარა ალბათ ის განავითარებდა ფსიქოზს უბრალოდ ნამდვილ ფსიქოზს რა. სხვათა შორის სანდრა არ დავიწყოთ თქვენ. როცა ლაკანი აანალიზებს პერვერსიას, სადაც ფროიდი ამბობს რომ პერვერტი უარყოფს რეალობას, როგორც ფსიქოტიკი, მაგრამ ფსიქოტიკი უარყოფს რეალობას მასიურად და პერვერტი უარყოფს რეალობის კონკრეტულ ასპექტს და ამით გარკვეული თვალსაზრისით ფსიქოსთან აქვს კავშირი. მაგრამ არა ბოლომდე, იმიტომ რომ ეს რეალობის უარყოფა მასიური არ არის. შესაბამისად არის ისევ როგორც სიდონია უარყოფს რეალობის კონკრეტულ ასპექტს და არა მთლიანად რეალობას, მაგრამ ნუ ფაქტიურად სხვათა შორის ისტერიული ფსიქოზი იყო იმ დროის
ესეთი გავრცელებული დიაგნოზი, ისტერიული ფსიქოზი, რომელიც დღეს ფსიქოანალიტიკოსების მიერაც კი აღარ გამოიყენება, იმიტომ რომ ნონსენსია, იმიტომ თუ ისტერია არის ნევროტული სტრუქტურა, მაგრამ არის ძალიან ხშირად ფსიქოზი ისტერიული სიმპტომებით, ან ფსიქოზი ობსესიური სიმპტომებით. სრულ ფსევდო. ანუ ეს აი ფათაშორის ჯავახიშვილი ხო როგორ ღრმად იცნობს ქალურ სექსუალობას და ეხლა გამახსენდა ეს მე იქ არ მაქვს ესეთი ჩანაწერი აქვს თავის დისციპლინაში გადაღებული. ამაღლა ვთქვათ ესე. ხო, ანუ მარგოზე არის ეს ესეთი ის არის რაც რა თქმა უნდა არ არის შესული ჯავახის ბიზნესში. მარგო წაეჩხუბა ქმარს, ბრაზით დაიხადა ტანს და იატაკზე გორაობდა. ისტერიული ამ შემთხვევაში გამოყავს და არ ვიცი ეს რასთან დაკავშირებით არის გაკეთებული. ერთ მონასტერში 20 მონაზონი იყო, სქესის ნიადაგზე გაგიჟდნენ. საშინელი ღვთის გმობა. ანუ პირდაპირ არის რეალურად არის ზუსტად ისტერიული ფსიქოზი. ეს ჯავახიშვილია. ერთ მონასტერში მონაზონები გაგიჟდნენ. 20 მონაზონი იყო, სქესის ნიადაგზე გაგიჟდნენ. საშინელი ღვთის გმობა. აი ზუსტად ისტერიული ესის ნიადაგზე. სქესის ნიადაგ აქაც აღწერს ისტერიულ ფსიქოზს. და კიდე ერთი როგორც ჩანაწერი ფროიდი ისტერიული იდენტიფიკაციას აღწერს პანსიონში, ქალთა პანსიონში, სადაც ერთ-ერთი მიიღებს სასიყვარულო წერილს და ყველა ერთიანად ახველებს სულ რაღაც ემართებათ. და ის რაც პირდაპირ გარდება ამ ფროიდის მას რომ რაღაც ფემინურობა ხუშავი კონტინენტია ფროიდისთვის და ჯავახიშვილი წერს დედაკაცის ლოგიკა ბუნება ჩემთვის გამოუცნობიერებს. ანუ ასე კარგად იცნობს, მაგრამ თან როგორც რაღაცა ფროიდს აქვს, რაღაცა კიდე ამოუცნობია და რაღაცა. ფაქტურად შეიძლება ვთქვათ, ფროიდის და ჯავახიშვილის ამ შემთხვევაში აღწერს ქალურობას იმ ასპექტს, რომელიც მათთვის არის გასაგები და დანარჩენზე ამბობს, რომ ეს არის სხვა ლოგიკა, რასაც ლაკანმა უწოდა ფალიკური წესრიგის მიღმა ქალურობა, რომელიც არ არის ფალიკური. სანდროს შეგვიძლია. ხო, მე მაინტერესებდა ამას რომ გავიგერო რამდენ გაშაკა რეალობაში დააბრუნა რომ რაღაც სიმყარე მიეწოდა, მაგრამ რამდენად არის ეს ფსიქიკა მყარი თუ უგრძელდას არა? რომ მას მართლა მიუძღვის ბრალი. მაგრამ მას მიუძღვის ნაწილობრივი ბრალი. იქნებ რომ არ უნდა გამოსცემ. მაგრამ ეს ეჩუსოვეს რომელიც იარსებს ანუ როგორი რაღაცა თვითონ როჩკროსში მაშინე შეიძლება და ანუ მან ამით დასტური ნახა, რომ თერაპევტი ვიღაც ადამიანი მას ამაში არ ადანაშაულებს, ასევე ხო, ეუბნება, რომ სხვა შემთხვევია ესეთი რაღაცა და არ არის ის და ამის დასტურს მე გაზეთშიც რომ პოულობს რაღაცნაირად ეს სიმბოლურად სასამართლოს გადაწყვეტილებას ავითარებს, რომ აი აქ როცა ვერდიქტია. ხო, ფორმდება. თეორეტიკად ასობით მილიონი ამან გამახსენა აგრეთვე როცა მსგავსი კატასტროფული სიმართლის წინაშე დგას სუბიექტი, როცა იოკასტა ეუბნება ოიდიპოს, რომ რა გჭირს რას ნერვიულობ, რომელი მამაკაცი არ ყოფილა, ვისაც სიზმარში დედასთან სარეცელი არ გაუნაწილებია და ანუ თქვენ რო თქვით ტყუილზე კი, მაგრამ აქ რა შეესაქმე ამ თუ ეს კლინიკური შემთხვევა მსგავსი მოუხმები ფაქტორი შეიძლება ალბათ მსგავსი ისტორიით არა, მაგრამ მსგავსი კლინიკით უამრავი ვიცით ძიმე ტრავმატიზაციის დროს განსაკუთრებით შვილის გარდაცვალება ვაჟიშვილის დედისთვის ფროიდი ამბობს ეს არის შეუძლებელი გლოვა, იმიტომ რომ დედას არ შეუძლია გამოიგლოვოს თავის თავით, უნდა გადაყვეს, ხო? აქ რა შეესაქმე რომ ეს ფრიდონ დორაშვილი და მისი პაციენტი დგანან აბსოლუტური ფსიქიკური კატასტროფის წინაშე. ამიტომ გარკვეული თვალსაზრისით ეს მანევრი გამართლებულია, რაც არ იქნებოდა გამართლებული ნევროტიკ პაციენტთან, რომელიც ბოლო 20 წელია ერთი და იგივე სიმპტომით იტანჯება და უნდა დააყენო ამა თუ იმ ფორმით საკუთარი ფსიქიკური სიმართლის წინაშე. იდეალურმა ხო გითხრა ეს რომ ზოგჯერ ისეთი რაღაცის თქმა გვიწევს, რაც ირაციონალურად ჟღერს, ანუ რომ მივიდა და უთხრა რომ მარცხენა ყურო, ეხა შენ მისმინე, შენ
შენ რომ გესმის აქ ხმა რომ რაღაცა ესეთი სისხლი ეს არის სიცოცხლის სისხლი აქედან გაიგონეთ ამის თქმა გვიწევს იმისთვის რომ იმისთვის უწევს რომ მის შინაგანს ანუ არადნობიერს დაელაპარაკოს და აი ეს კვლევობის თემაც გადატანა სხვასლეც ამ შემთხვევაში იმიტომ იმუშავა ანუ სათქმელი იყო რაღაც ესეთი ისე მე მაინტერესებს თქვენი აზრით გამოგდერო და იმ შემთხვევაში თუ სიდონია აღმოაჩნდა რეალურად რამზეს გამო მოკვდა აფიცილა და ფაქტი დაიწყო რომ თითქოს ისევ თავის თავრობას მიუსვრის ბრალი როგორც საყვარლის ასევე ბავშვის სიკვდილს ამ შესაძლებელი არის თუ არა რომ აი უბრალოდ იგივე პულინგრევის სტადიას დაუბრუნდეთ როგორც თავდაპირველ ეტაპზე ქონდა მას ну ამ შემთხვევაში მოთხრობაში ჩანს რომ ის როცა შვილს ეხუტება მაგ დროს ქმარსაც ეხუტება ის ქმარიც ეხუტება ანუ ქმრის მხრიდან ის მიღებული არის ნაპატიებია ასე ვთქვათ და როცა უკვე თერაპევტიც გაღიარებს რომ შეიძლება გააგრძელოს ცხოვრება ამ ვიზუალიზაციას გაძლევს ოჯახიც ერთში გიდგას ამაში უკვე აღარ არის ეს წნეხი მას სოციუმის რომ არაფერი შენი ბრალია არავინ აღარ ეუბნება ამას და შინაგანიც აღარ ეუბნება ამასობაში გამოგლო გლობის ნაწილი ანუ აქ როგორ ხდება შეიძლება სხვანაირად ვთქვათ რომ სიმბოლური წესრიგის რეორგანიზაცია ხდება სიდონიასთვის რეორგანიზაცია საიდანაც ბიზინა გამორიცხულია არა როგორც მსხვერპლი საერთოდ გამორიცხულია -1 ამიტომ ეს შეიძლება ითქვას რომ ყველა საყვარლის ბედი თუ გნებავთ ის არსად არ წერია თუ არ წერია პრობლემა არის როგორც ვიცი ეს ამბავი გავაფიცრდა მოიშრა მიხეილ ასათიანი. ამას შევეხე დასაწყისში. მიხეილ ასათიანმა საიდან აიღო ეს ამბავი? თავისი კლინიკური შემთხვევა აი სინამდვილეში არა. ის ერთ-ერთი ეს შემთხვევა აქვს აღწერილი გაცნობ ადრე ჯუნს. მთელი ეს ისტორია ეს აკადემიური ინდუსტრიალისტი შტუდი ესეთი ფიგურები აღწერილია გოგონა ნაშრომში, სადაც ასოციაციური ექსპერიმენტის მექრობი იგებს თელამონტოს. მიხეილ ასათიანი მეგობრი 10-იან და 20-იან წლებში ორჯერ იყო ჩასული ჯუნში. იგივე კლინიკაში შეიმუშაობდა. მურკოვსკში. სადაც მურკოვსკი ძალიან მედიკამენტი არის. და ამაზე არავინ თვითონ რა თქონდა არც მაგრამ იმდენად ძალიან გავს ეს ამბავი იმას რაც რამოდენიმე ათეულიც ადრე ქონდა აღწერილი. აი 1910 წელს მოსკოვის ფსიქიატრების შეკრებაზე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება, რომელიც ისტერიული ფსიქოზით დაავადებულის ფსიქოანალიტიკური მეთოდით მკურნალობას ეხებოდა. შეიძლება თავის შემთხვევა იყოს, შეიძლება იუნგის შემთხვევა გაანალიზა მეორედ ამ შემთხვევაში არის კიდევ რომ რასაც ბრეიერი და ფროიდი 1896 წელს აღწერენ კვლევები ისტერიის შესახებ მსგავსი არა ასე ზუსტად მაგრამ მსგავსი შემთხვევები იქაც არის აღწერილი და რაზეც კიდე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება რომ როცა ავტორს მიხეილ ჯავახიშვილს შემოყავს მკურნალ ექიმად ექიმ ფსიქიატრ ნევროლოგად ფრიდონ დორაშვილი ეს არის ალუზია სავარაუდოდ ფროიდზე ფრიდონ დორაშვილი კარგით შევისვენოთ ხო? არის შესვენება 20 წუთიანი შესვენება გათვალისწინებული 10 წუთი შევისვენოთ 20 წუთი აქ არაფერი ისეთი ინფრასტრუქტურა არ არის რომ თვითონ სადმე შეყონდეთ ამიტომ ზუმთანაც შევისვენოთ და ჩართულს დავტოვოთ მაშინ ხო? კი ჩართული და Sehr ich kann nicht gut gesagt,